გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრის დარჩით ჩვენთან, ვისაც პირადი კონსულტაცია აინტერესებს, ტელეფონის ნომერი საკონტაქტო შეგიძლიათ მოიძიოთ პროფილში, კონსულტაცია ტარდება ვიდეოზარის გამოყენებით, შესაძლებელია პირადი მიღებაც ლოკაცია თბილისი, ანაზღაურება საათობრივ. დღეს რაც შეეხება თემას, ჩემო კარგებო, ესეთი ჩემთვის უცხო ყოველ შემთხვევაში არ გამიკეთებია ამ ფორმატით. ეს კითხვა კონკრეტული გამიჩნდა იდეა, როდესაც დასტას ვარჩევდი გაშლისთვის, მომხვდა თვალში ეს ულამაზესი უსაყვარლესი დასტა ოქროს მრგვალი, ხედავთ ცოტა შელახულია, გაცვეთილია, მაგრამ გადასარევად მუშაობს და ძალიან მიყვარს, ძალიან თბილი პოზიტიური ენერგია აქვს. და გადავწყვიტე ესე დავარქვა გაშლას ერთი მზიანი დღე და მიუხედავად სიცივისა, შვენიერი ამინდია გარეთ, მზე, უღრუბლო ამინდი გვაქვს და ესეთი გაშლა მომინდა და დავეხმარ ორაკულსაც, თქვენ უნდა აირჩიოთ ვარიანტი და როგორი იქნება ერთი მზიანი დღე თქვენთვის. და გისურვებთ, უпростоრად გირჩევთ ჩემო კარგებო, უსმინოთ სამივე ვარიანტს, არ დაიღლებით, იმიტომ რომ იქნება მოკლე ესა გაშლები, ვარიანტები და შეიძლება თქვათ არჩევაში თუ შეცდით, მერე სხვა ვარიანტმა გიკარნახოთ, თქვენმა ინტუიციამ გითხრათ, რომ აი ეს ვარიანტია თქვენთვის. მაშ ასე თქვენ აირჩიეთ, შეგიძლიათ გააჩეროთ ვიდეო, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით ორაკულს გავხსნით ბოლოს, რას გვეტყვის ერთი მზიანი დღის შესახებ თქვენს ცხოვრებაში, ეს იქნება მოულოდნელად, იქნება თქვათ დაახლოებით ერთი თვის ვადაში ალბათ, ახლო პერიოდში თუ გსურთ თქვენ შეგიძლიათ ვადა თუ თქვენ ჩაიფიქროთ, თქვათ აქედან აქამდე, მაგრამ დიდხანს არ გირჩევთ, ეს არის ორაკულის წინასწარმეტყველება ამასთან ერთად. ასე რომ ერთ დღეზეა გათვლილი, რომ აი კონკრეტულად ერთი დღე იქნება თქვენთვის მზიანი, თბილი და ეს ამინდიდან გამომდინარე არა, უბრალოდ კარგი მოვლენა მოხდება თქვენს ცხოვრებაში და პირველი ვარიანტისთვის რა მოხდება ერთ მზიან თბილ დღეს. მოხდება ის, ჩემო კარგებო, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებისგან და დიდი ალბათობით მამაკაცისგან, რომელიც რატომღაც ხელგაშლილობით არ გამოირჩევა, ძუნწით შეგვიძლია ვთქვათ, მიიღოთ რაღაცა საჩუქარი, ისე ვიმეორებ, აქ რაღაცა ერთჯერად შემთხვევაზეა ლაპარაკი ერთი დღის მოვლენებზე, რომელიც პოზიტიურად აისახება თქვენს ცხოვრებაში, მიიღოთ საჩუქარი, მიიღოთ თქვენი კუთვნილი, ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ვალი დაგიბრუნოთ, რომელსაც შეიძლება აღარ ელოდებოდეთ საერთოდ. და ასევე გამოგისწორდეთ ურთიერთობა კონკრეტულ პიროვნებასთან, რომელიც აი ემოციებში ძუნწობს, არ იხსნება და ბოლოს და ბოლოს დაბალანსდეს თქვენი ურთიერთობა და აი ეს ერთი დღე იყოს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თქვენს ცხოვრებაში. ასევე ჩემო კარგებო, ორაკული გვეუბნება ჰობილერ, ანუ ჰობიზეა თქვენს ჰობიზე, გატაცებებზეა ლაპარაკი. გირჩევთ ორაკული, რომ თქვენი ჰობი არ დაივიწყოთ, აქტიურად ჩართოთ თქვენს ცხოვრებაში. ჰობი ის საქმე, რასაც სიამოვნებით აკეთებთ, დაგეხმარებათ მძიმე ფიქრებისგან, პრობლემებისგან და დისტანცირებაში, რაღაცა გარკვეული პერიოდი დაგავიწყებთ აი ამ პრობლემებს და საერთოდ გაიხადეთო, წესად დაიდეთ, რომ თქვენი ჰობი თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი იყოსო. ვისაც რაღაც ესეთი ჰობი გააჩნია, ის რა თქმა უნდა მიხვდება რაზეა ლაპარაკი, ზოგისთვის შეიძლება შემოსავლის წყაროთაც იქცეს ჩემო კარგებო, მაგრამ გირჩევთ ორაკული გაამახვილოთ ყურადღება თქვენს ჰობიზე. და დაგეხმარებათ როგორც მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლებაში და პრობლემების დავიწყება კარგია ხანდახან, კი არა უმეტეს შემთხვევაში, სამყარო ასეთ შემთხვევაში გეხმარებათ, როცა ენდობით სამყაროს იმ პრობლემის მოგვერებაში გეხმარებათ და გაცილებით უფრო მალე სრულდება თქვენი სურვილები და ჩანაფიქრები, ვიდრე სისტემატიურად ამაზე ფიქრით და დარდით.
არაფერი არ შველის საქმეს, თუ კი რაიმ თქვენზე არ არის დამოკიდებული, თქვენს აქტივობაზე არ არის დამოკიდებული და ტყუილად იშლით ნერვებს, როდესაც თქვათ დრო არის საჭირო, ანუ ვიღაცა სხვა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ, მიენდეთ სამყაროს და უფრო ამიტომაო ფიქრობ ჩართული იქ ჰობი, იმიტომ გვიპასუხა ორაკულმა და შემოგვთავაზა ასეთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი რა ხდება, ჩემო კარგებო, აქ ბავშვობის ოცნებაზეა ლაპარაკი, ძალიან დიდი ხნის ნანატრ და შეიძლება ოცნებად ქცეულ საკითხზე თქვენს ცხოვრებაში, ოცნებად ქცეულს, იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ თქვენს ოცნებას ახდენა არ უწერია, რადგან ჰაერის დედოფლის სტატუსით ამოდიხართ ჩემო კარგებო და აქ უკვე მენტალი გაქვთ ჩართული, ანგარიში გაქვთ ჩართული, ტექნიკური მხარე გაქვთ თქვენი გონების გააქტიურებული და აი ამ ემოციებს ცოტა თითქოს შორს დაუდექით, მაგრამ ერთ მზიან დღეს, ერთ ლამაზ დღეს თქვენი რომელიღაც ბავშვური ოცნება უნდა ასრულდეს. პირდაპირ ამაზეა კონკრეტულად ლაპარაკი, თქვენი ბავშვობის ოცნება უნდა ასრულდეს ერთ ლამაზ მზიან დღეს. იმას, რასაც აღარ ელოდებოდით და ფიქრობდით, რომ არ გამოვა და აზრი არ აქვს ამაზე ოცნებას. და ვნახოთ ორაკული რას გვეუბნება, ანუ ნახეთ როგორ პასუხობს ორაკულიც, აქ ჩართული გაქვთ ანალიტიკური მხარე თქვენი გონების, ემოციები თითქოს სადღაც მიმალეთ, მაგრამ გეუბნებიან, რომ გააღვიძეთ თქვენი შინაგანი ჯადოქარი, გაერკვიეთ თქვენს ძალებში, თქვენს იდუმალ მიძინებულ ნიჭებშიო, აი ნიჭზეც არის ლაპარაკი, შეიძლება რაღაცა ისეთი ტალანტი ნიჭი გაქვთ, რომლის გამოყენებაც თქვათ გადაიფიქრეთ ან გადადეთ სადღაც ბნელ კარადაში, სადმე ბოლო უჯრაში ამალეთ და ცხოვრება სხვა მიმართულებით წაიყვანეთ, მაგრამ გეუბნებიან, რომ გააღვიძეთ ეს ნიჭები, ეს ტალანტები თქვენში, იმიტომ რომ გააქვთ ყველა რესურსი იმის, რომ გამოიყენოთ თქვენი ძალა და ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ თქვენი შინაგანი ჯადოქარი, ასე ვთქვათ. ენდეთ აქ ინტუიციაზეც არის ლაპარაკი ჩემო კარგებო და პერიოდულად ინტუიციაც გამოიყენეთ და მთლად ანალიტიკურ გონებაზე იქნებით დამოკიდებული. და ვნახოთ მესამე ვარიანტი რას გვეუბნება. მესამე ვარიანტი ჩემო კარგებო, ერთ მზიან ლამაზ დღეს ორი ვერსია გვაქვს. ან შეურიგდებით დიდი ხნის დამდურებულ ახლობელს, შეიძლება იყოს ნათესავი, შეიძლება იყოს ძალიან ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი, პირველი ხარისხის ნათესავი, რასაც ქვია, უფრო ქალბატონზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, იმპერატრიცა, შეურიგდეთ დედას, უფროს დას, ბებიას და ასევე მეორე ვარიანტია, რომ ბოლოს და ბოლოს ერთ ლამაზ მზიან დღეს ვიღაც ქალბატონი, რომელიც, როგორც ჩანს, ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე, ან თქვენს ცხოვრებაში ცუდად ერევა, ბოლოს და ბოლოს თქვენ შორის აღმართოთ კედელი, ბარიერი და ჩამოიშოროთ. ანუ ორი ვერსია გვაქვს. ერთ ლამაზ დღეს შეურიგდებით თქვენთვის ძვირფას ადამიანს, ქალბატონს და ასევე ვიღაცას ჩამოიშორებთ, რომელმაც, როგორც ჩანს, ძალიან მოგაბეზრათ თავი და ბევრი პრობლემა შეგიქმნათ და ნახოთ რას გვეტყვის ორაკული. ბილი ორსუნ იცი შენ გეუბნება და პირდაპირ გვიწერია პასუხი იციო ზათენ ბილი ორსუნ ზათენ როგორ გადავთარგმნო თუმცა რა პასუხი ხო ისედაც იცია ესეთი ფრაზირება შეიძლება ამ წინადადების პერიფრაზირება თქვენი შინაგანი ხმაო თქვენი ქვეცნობიერი ამ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებითო სიგნალებს გაძლევთ, მინიშნებებს გაძლევთო, პასუხიც ძალიან კარგად იცითო და დაუჯერეთ თქვენ შინაგან ხმასო, თქვენი ქვეცნობიერი თქვენს დახმარებას ცდილობსო. მაშასე ჩემო კარგებო, რა ვიცი, მე მგონი საინტერესო გამოვიდა, მაინტერესებს აი ეს ფორმატი, თუ მოგეწონათ, აი ეს თვითონ აი ერთ კონკრეტულ დღეზე გათვლილი გაშლა, რა მოხდება
და თუ კი რეზონირდება ვინმესთან და ასრულდება ეს ყველაფერი, რაც ორაკულმა წვიჭინას წარმეტყველა და ულამაზესმა ოქროს ბორბალის ტარომ, თუ კი კომენტარებში შემომეხმიანებით და იაქტიურებთ, ძალიან მადლობელი დაგრჩებით აი ამ კონკრეტულ ამ გაშლასთან მიმართებით ვიძახი, რადგან ჩემმა მაყურებელს უკვე მუდმივ მაყურებელს კარგად მოეხსენება, არ არის კატეგორია, რომელიც იხვეწება მოწონებებს, კომენტარებს და ასე შემდეგ. აი ზოგადად რაღაც შეიძლება კონკრეტულ გაშლაზე, რომელიც თითქოს ახალია, თითქოს უცხოა, მაინტერესებს ხოლმე თუ ხარ თქმაყოფილი და თუ გავაგრძელო ამ ფორმატით გაშლა. მე კი დროებით გემშვიდობებით გისურვებთ ნათელ მზიან დღეებს, ბედნიერებას, სიყვარულს, უპირობო სიყვარულს ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მშვიდობას დედამიწაზე, ჭამთელობას, რა თქმა უნდა.